კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება ჩემთვის. რა შეიძლება მოხდეს, რა გარემოება შეიძლება შეიცვალოს. მე არ მახსენდება რომ რომელიმე ჩემს რესპონდენტს ასეთი რამ ნიკა არც მე მაქვს ეხლა გაგების პრობლემას საუბრის გაგების რესპონდენტი რასაც მეუნება და არც თქვენ არ გაქვთ მე რასაც გეუბნებით ის რომ გაიგო არა მე რა შეუნდა ვწდებოდე ჩემს არც ერთ ეთერში არც ერთ რესპონდენტი გამორიცხავენ არ უთქვამს რომ ამ მოცემულობით არა ვერ იტყვიან ნიკა ვერ იტყვიან და იმიტომ რომ ატმოსფეროა ისეთი გასვლას ან და პროტესტის მინავლებას ელოდებოდეს ვინმე და აი მერე გადაწყვეტს აი ინგა იმას ხო არ ჩაგიგდებთ ეხლა ლინკებს და ჩაგი ეხლა ხო პასუხისგებელი ვარ მე და მაყურებელთან ალბათ რაღაც არც თუ ისე მცირე ნაწილს მოსვენილი ექნება ხო არ გამორიცხავენ კარგით როდესაც ნაწილი პოლიტიკური პარტიები გამოვრიცხავთ და ნაწილი არ გამოვრიცხავთ უკვე ხომ არის პრობლემა აი ეხლა ვინც არჩევნებზე გავა ოპოზიციური პარტია იმათ დაერქმევათ ისინი დასრულდებიან ხო და ამიტომ თუ ასე უყურებთ თქვენ რატო გონიათ რომ აი თქვენ უნდა წაუყენოთ აუცილებლად ულტიმატუმი აბა ეხა გამოდით სასწრაფოდ სიები ჩახსენით აბა ეხა გამოდით დღესვე თქვით რომ არჩევნებზე არ ამბობენ ადამიანები კარგი ინგა არ ამბობენ მე გეუბნები არა ამიტომაც არ შედგა რატო გონიათ აბა მაშინ ყველა გაგიჟდა იქ პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბერს მარტო რო იდგა ეულად ქალბატონი ზურაბიშვილი ერთი თვით დაანონსებული აქციის თავზე რა მოხდა მაშინ რა იყო წყალგამყოფი საკითხები რატო არ მოხდა თუ შეიძლება არა თუ შეიძლება რეკლამა მაქვს და დაუბრუნდეთ რეკლამა რა იყო ამისი მიზეზი რომ ერთად არ ვიდექით ჩვენ 31 მარტს რა რაზეც ეხლა საუბრობ ინგა იმიტომ რომ არ შედგა დოკუმენტი ვერ შედგა სადაც ჩაიწერებოდა რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას ახლა ვერ შედგა და ამიტომ აღარ მიხვედით ჩვენ კი არა ერთ დოკუმენტი აღარ შედგა ვერ შეადგინა მანაც არ დააფიქსირა პოზიცია ეს არის თორე კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს ავიცი სუვერენული უფლება ავიცი, მქონდეს თავის სტრატეგია, თავისი ტაქტიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც შენ გავს პრეტენზია, რომ იყო მაკოორდინირებელი მინიმუმ შენ პოზიცია უნდა დააფიქსირო და ხა თუ შეგვიძლია დიდხანს ვიკამათოთ. არა, რა მოხდა? კაია კამათი. თქვენთან მაინც ვიკამათო უკვე კამათიც დამავიწყდა რესპონდენტთან როგორია.